ჯარები გავიდნენ პერევი თავისუფალია საჩხერის რაიონის სოფელს უკვე ქართული პოლიცია აკონტროლებს. ორწლიანი იზოლაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა საჩხერის რაიონის ერთი სოფლიდან მეორეში დილიდან უკვე საპასპორტო კონტროლის გარეშე გადაადგილდება. რუსი ოკუპანტების საქუჟაკოზე ევროკავშირის დამკვირვებლები დგანან. ახლა მთავარი საფრთხე ნაღმებია. არსებობს ეჭვი, რომ ოკუპანტებმა გასვლის შემდეგ სოფლის ერთი ნაწილი დანაღმეს. სოფელ პერევის მოსწავლეები დღეს სკოლაში ისე წავიდნენ, რომ ბლოკსაქუჟაკოზე სპეციალური შემოწმება არ გაუვლიათ. რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ომიდან 26 თვის შემდეგ საჩხერის რაიონის სოფელი დატოვა. მოსახლეობა პერევში თავისუფლად გადაადგილდება. აქედან გამოწმებენ და აღარც იქიდან. უბრალოდ ერთი კაცი დგას და არაფერს არ შვება არც ის. იხარიათ რო? კი, ძალიან გვიხარია. გაკვეთილებს გვაგვიანდებოდა. და ეხლა აღარ გვაგვიანდება, ძალიან კარგად მივდივართ გაკვეთილებზედაც და ძალიან გვიხარია, რომ აღარ დგანენ რუსები. არ არის გამორიცხული, რომ ოკუპანტებმა სოფელში ნაღმები დატოვეს. დეოკუპირებულ პერევში უკვე 4 საათია გამნაღვნელები მუშაობენ. ეს არის რუსი ოკუპანტების მიერ საოკუპაციო ხაზის დატოვების შემდეგ სოფელ პერევში გადაღებული პირველი კადრები. ოკუპანტების ორივე ბლოკსაქუჟაკოზე აღებულია შლაგბაუმები და გატანილია სპეცტექნიკა. ადგილზე მხოლოდ ქვიშის ტომბრებია დარჩენილი. ტერიტორიას ქართველი პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აკონტროლებენ. ჩვენ გქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა რუსდაოს მესაზღვრეებთან და ქართულ პოლიციასთან. განვიხილეთ რუსული ჯარის პერევიდან გასვლის ტექნიკური დეტალები. გუშინ საღამოს მათ დატოვეს საგუშაგოები და გადაინაცვლეს პერევის ჩრდილოეთით. გასული ღამიდან ევროკავშირის მონიტორინგის მისია პატრულირებს უკვე სოფელ პერევში. იქვე იმყოფება ქართული პოლიციაც. ჩვენ განვაგრძობთ სიტუაციის კონტროლს როგორც სოფლის შიგნით, ასევე მიმდებარე პერიმეტრზე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ევროკავშირის მისია სოფელში 3 საათში ერთხელ პატრულირებს და სიტუაციას აკონტროლებს. ორწლიანი იზოლაციის შემდეგ მოსახლეობა საჩხერის რაიონის ერთი სოფლიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ საოკუპაციო ჯარების გასვლის შემდეგ პერევში მშვიდად ცხოვრებას შეძლებენ. რაც ომი იყო ჩვენ ზევით არ ავსულვართ, იმიტომ რომ საბუთები არ ქონდა, ხა ყველა ხო ვერ გააკეთებს ამ პასპორტს. იძულებული ვიყავით, რომ ან რაღაც გადაბეჭდილი ფურცლებით რაღაცით, რომ დიდი სიმით გავსულიყავით და გვენახა ჩვენი ხალხი ან დასაფლავება იყო რამე. სოფელ პერევში ვცხოვრობ, წუხელი გაეროს დამკვირვებლები აკონტროლებდნენ სიტუაციას. პოსტზე გამოვიარეთ, რუსეთის სამხედროები აღარ დგანან და წუხელი შედარებით წყნარად ვიყავით. ადგილს, სადაც რუსის საოკუპაციო ჯარი იდგა, ახლა ქართველი სამართალდამცველები და ევროკავშირის წარმომადგენლები აკონტროლებენ. მათი ინფორმაციით პერევში განახმეთი სამუშაოები რამდენიმე საათში დასრულდება. მიკროსკოპული ნაბიჯები მვალდებულებების ფონზე, რომელიც რუსეთმა უნდა შეასრულოს, ასე აფასებენ ქართველი დიპლომატები პერევიდან საოკუპაციო სამხედრო ნაწილების გასვლას. თითოეული სოფლის დეოკუპაცია უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და განსაკუთრებით ამ სოფლების მაცხოვრებლებისათვის, ნათქვამია საგარეო წყების განცხადებაში. თბილისი ახლა საერთაშორისო თანამეგობრობისაგან ითხოვს გაგრძელდეს ზეწოლა, რათა დეოკუპაციის პროცესმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს. ამის შესახებ ქრონიკის პირდაპირ ეთერში ნინო კალანდაძემ განაცხადა. ფაქტია ის გარემოება, რომ ეს ნაბიჯებიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, რომელიც იყო მართლაც უნიფიცირებული და ერთხმაში მოქმედებდა დასავლეთი. შესაბამისად, ერთადერთი რაც ჩვენ ამ ეტაპზე საერთაშორისო თანამეგობრებას შეიძლება ვთხოვოთ, არის რომ სწორედ ის რიტორიკა შეინარჩუნოს, ვინაიდან აშკარაა, რომ სწორედ ამ რიტორიკამ, მკაცრმა გამონათქვამებმა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან გაჟღერდა, იმ შეუჩერებელმა მოწოდებებმა, რომელიც პერმანენტულ რეჟიმში გრძელდებოდა დასავლეთის ლიდერების მხრიდან, აშკარაა, რომ ამ ეტაპზე მცირედი, მაგრამ მაინც შედეგი გამოიღო. თუმცა მთავარი არის, კიდევ ერთხელ ვამბობ და ეს ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმის, რომ ეს ნაბიჯი არ იყოს განყენებული საკითხი და არ განიხილებოდეს როგორც დამოუკიდებელი ფაქტი, არამედ სწორედ როგორც პროცესის ნაწილი, რომელიც უნდა გაგრძელდეს საქართველოს სრულ დეოკუპაციამდე. პერევის გათავისუფლება უნდა იყოს დეოკუპაციის პროცესის ნაწილი და არა საბოლოო შედეგი, ფიქრობს ქვეყნის პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილის სახელით დღეს განცხადება მისმა პრეს-სპიკერმა გააკეთა. მანანა მანჯგალაძის თქმით, ოფიციალური თბილისის სურვილია საერთაშორისო თანამეგობრობამ ზეწოლა გააგრძელოს, რათა საქართველოს რეგიონების სრული დეოკუპაცია მოხდეს. საქართველოს ხელისუფლებისა და მოსახლეობისათვის თითოეული გოჯი მიწის გათავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს 20% ისევ ოკუპირებულად რჩება. ისევ შეუსრულებელია 2008 წლის სარკოზი მეთოდების შეთანხმების პრინციპი საკითხები, მათ შორის დეოკუპაციის შესახებ ფიქრობს ქვეყნის პირველი პირი.
26 თვიანი ოკუპაციის შემდეგ ქართული მხარე სრულად აკონტროლებს. საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე გააკეთა შეფასება, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი დეოკუპაციისკენ. ამ ნაბიჯის გადადგმა კი სწორედაც რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლის შედეგად მოხდა და ქართული მხარე იმოდენებს, რომ ეს ზეწოლა კვლავ გაგრძელდება. პერევი ოკუპირებული ტერიტორიის ერთი ნაწილია, ერთი სოფელია. საქართველოს ხელისუფლებისთვის და მოსახლეობისთვის თითოეული გოჯისა და მეტრის გათავისუფლება ოკუპანტებისგან მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის 20% ისევ ოკუპირებული რჩება, ისევ შეუსრულებელი რჩება 2008 წლის სარკოზი მედვედევის შეთანხმების ძირითადი და პრინციპული საკითხები, მათ შორის დეოკუპაციის შესახებ. გრძელდება რუსეთის მხრიდან ამ შეთანხმების დარღვევა, ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა შელახვა, 10,000-ობით დევნილს არ ეძლევა უფლება უსაფრთხო და ღირსეულად დაუბრუნდეს საკუთარ საცხოვრებლებს და აქვე რუსული მხარე არ აძლევს საშუალებას და უფლებას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მოქმედებისათვის. სიტუაციას პერევში, როგორც უკვე გითხარით, მთლიანად ქართული სამართალდამცველები აკონტროლებენ, მათთან ერთად სოფელში შევიდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები, სახელმთავარია სოფელი პერევისა და მოსახლეობის სრული უსაფრთხოება და რაც გამოიხატება იმაში, რომ მთლიანად შემოწმდეს და დათვალიერებული იქნეს სოფლის ტერიტორია, რუსული მხარის მიერ დატოვებული ტერიტორიების საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს განაღვიძვის სამუშაოები. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს უნდა იყოს პროცესის ნაწილი და არა საბოლოო შედეგი, რომელიც დაიწყო და დასრულდა. ამ პროცესს გაგრძელება უნდა მოყვეს, ამ ნაბიჯმა დაგვანახა, რომ ეს არის სწორი სამოქმედო გზა და საერთაშორისო თანამეგობრობის მკვეთრ და ერთიან პოზიციას შეუძლია დადებითი შედეგის გამოღება. ჩვენ ვიმოდენთ, რომ დიპლომატიური ზეწოლა კვლავ გაგრძელდება. პოლიტიკური განცხადებები მოზომილია, თუმცა როგორც წესი მსგავსი შემთხვევების დროს ექსპერტები უფრო მეტს ამბობენ. ანალიტიკოსები დილიდან მოსკოვის მიერ სოფელ პერევის დეოკუპაციას აფასებენ და განმარტავენ, რომ ეს რუსული პოლიტიკის თამაშის ნაწილია. ახლა მოსკოვს კონსტრუქციული მოთამაშის იმიჯი სჭირდება, წინ სარკოზი, მედვედევი, მერკელის მოლაპარაკებებია, რომელიც საფრანგეთში ამ წუთებში მიმდინარეობს, შემდეგ კი იქნება უკვე ლისაბონის სამიტი. კეთი ქაშაკაშვილი დილიდან ექსპერტებთან ერთად მუშაობს და მათ შეფასებებს ისმენს. კეთი, მოგვიყვები, რა ვერსიებზე საუბრობენ ექსპერტები? როგორია მათი ვერსიები, რატომ გავიდნენ რუსული ჯარები ასე მოულოდნელად სოფელ პერევიდან? პერევიდან ოკუპანტების გასვლა ეს არის საქართველოს დეოკუპაციის დასაწყისი და პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც ამჯერად რუსეთმა გადადგა. ასე აცხადებენ ქართველი ექსპერტები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, თუმცა არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი. ქართველი ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამდა, რომ არ ყოფილიყო საერთაშორისო ზეწოლა. ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი დარწმუნდა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დასავლეთი და ამერიკა არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და კრემლი დღითიდღე წმუნდება იმაში, რომ მას მსგავსი ნაბიჯების გადადგმა მომავალშიც მოუწევს. აინტერესებთ რაღაც პატარა ნაბიჯის მაინც გადადგმა იმისთვის, რომ თავისი ძალიან ასე ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაში მყოფი იმიჯი ცოტათი მაინც თითქოს გამოასწორონ. ყოველ შემთხვევაში რაღაც რეზონანსი უნდათ რომ ისცენ ამ მოვლენას და თითქოს დაანახონ მსოფლიოს, რომ არც ისე უსამართლონი არიან და აი ამ სამართლის ძიებაში რუსეთი ცდილობს რაღაცა თავისებური ახალი სამართლის ასე ვთქვათ განხორციელებას. ცალსახაა რომ რო არ ყოფილიყო ზეწოლა, რო არ ყოფილიყო ჩვენი პარტნიორების მუდმივი საუბარი და მუშაობა ამისათვის რუსეთი ამ ნაბიჯს არ გაადგავდა. ხო ახლა ვიღაცას უნდა ვიღაცა არის, ზოგი ცდილობს და ხატოს ისე რომ ეს თითქოს რუსეთს გზედმეტი იყო მისთვის და ამიტომ გავიდა, მაგრამ არ შეიძლება აქამდე გასულიყო, საერთოდ არ შესულიყო, ხო? ეს ყველა ვარიანტი არის პოლიტიკური ნაბიჯი, რაც მაგათ გაადგეს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ დაუშვათ ეს ახლა სწრაფად გაგრძელდება, მეხსეულად გაგრძელდება და კიდევ დანარჩენი ტერიტორიებიდანაც ახლავე გავა რუსეთი, მაგრამ ერთ ტენდენციას კი ნამდვილად ნიშნავს, რომ რუსეთი ხედავს, რომ ნაბიჯები აქვს გადასადგმელი. ასე რომ ქართველი ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ საქართველოს დეოკუპაცია დაიწყო სწორედ პერევიდან ოკუპანტების გასვლით, მათ იმედი აქვთ, რომ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება, მით უმეტეს რომ გრძელდება საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე. ექსპერტების შეფასებები პირდაპირ ეთერში კეთი ქაშაკაშვილმა გაგვაცნო. პერევის დეოკუპაციიდან 12 საათის შემდეგ ჯარების გაყვანაზე პირველი განცხადება ევროკავშირმაც გაავრცელა. პირველი ნაბიჯი დეოკუპაციისაკენ ასე აფასებს რუსი ოკუპანტების გასვლას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ბარონესა კეტრინ ეშტონი. ევროკავშირის პირველი დიპლომატის თქმით, პერევის დატოვება პოზიტიური და წინ გადადგმული ნაბიჯია. ველოდებით ევროკავშირის ინიცირებული 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებას განმარტა. ეშტონმა მედიასთან საუბრისას ევროკავშირი მხარებს დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდებს.